და 7 მოქალაქეს საბანკო დაწესებულების ვალი აქვს და კრიზისამდე რამდენად გაჭირვებული იყო ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოსახლეობისა, ჩემზე კარგად იცით, მაგრამ მას შემდეგ გაჩერდა მოსახურეობის პრაქტიკულად მთელი სექტორი, ბიზნეს სექტორი პრაქტიკულად მთლიანად დღემდე არის გაჩერებული, ანუ სამუშაო ადგილები დაიკარგა, სახლებში არიან დღემდე გამოკეტილი უამრავი ადამიანი და ივნისის თვიდან ყველა მათგანს მოუწევს საკუთარი ვალის მომსახურებაზე ზრუნვა და თუ კი პროცენტს ვეღარ გადაიხდიან, რა მოხდება? მოვლენ ამ ოჯახებში, მარკოზაშვილების ოჯახების მსგავსად, აღმასრულებლები აღწერა დაყადაღების აქტს შეადგენენ, მაცივრებს, ტელევიზორებს, მოძრავნითებს დაუყადაღებენ და აუქციონებზე გაიტანენ. ეს არის 2x2 4, იმიტომ რომ ფიზიკურად ფული არ არსებობს ხალხში, რომ მოემსახურონ საკუთარ ვალებს. ამიტომ ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და მე ვფიქრობ, ამ მოთხოვნაში ყველა ერთსულოვანია, როგორც ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები და გულშემატკივრები, ასევე ქართული ოცნების ხარდაჭერები და გულშემატკივრები. აქ არ შეიძლება გაყოფა პარტიული კუთვნილების მიხედვით. მინიმუმ სექტემბრამდე 3 თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანებების ვალდებულება. გულისხმობ, როგორც პროცენტის გადახდევინების ვალდებულება, ასევე ძირი თანხის.